3,000 მეტი გიცხოვრიან როგორც ერსა ჩავდღეს მოსწრები ვართ მაგრამ მევსაც ბედნი ერსა ვიმღერია კიდეც ვიმღერ შეს თბილრაბა ჟამი ერსა გამარჯობათ მეგობრებო ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს საქართველოს ისტორიულ გვარებზე. რატო ისტორიული? იმიტომ რომ საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული, ვინაიდან თითოეული გვარის წარმომადგენლებს აქვს მიღებული მონაწილეობა ამ ქვეყნის აღმშენებლობაში. ჩვენ გახლავართ საქართველოს სამეფო კლუბის წევრები. ეს გადაცემაც გადის სამეფო კლუბის ეგიდით. მე მინდა ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ ჩვენ არ ვართ სამეფო არხი, არა ვართ, ჩვენ ვართ სამეფო კლუბი, რომელიც განსხვავებულად სხვა განსხვავებული ის არის, რა ვქნა, მაგას შეხედულებაც სხვანაირი გვაქვს ვიდრე სამეფო არხს, გადაცემებით სხვა ტიპის გადაცემები გვაქვს. ჩვენი იდეაც სხვა არის, ჩვენ მონარქისტები გახლავართ და მონარქისტულ იდეებზე ვართ ასე ვთქვათ მომართული და ჩვენი გადაცემაც YouTube არხზე გადის სამეფო კლუბის ეგიდით და მე გახლავართ ლევან ბერაია და ეს გადაცემაც არის ჩემი საავტორო გადაცემა ლევან ბერაის საავტორო გადაცემა. ვისაც გაინტერესებთ ჩვენი გადაცემა, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი არხი და თქვენ მიიღებთ ძალიან ბევრ ინფორმაციას თქვენი საკუთარი გვარის შესახებ. დღეს რა თქმა უნდა ჩვენი უპირველესი მოვალეობა არის გვარები და გვარების შესწავლა და თითოეულ თქვენგანს გავაცნოთ თქვენ თითოეულ თქვენგანის გვარი, იმიტომ რომ გვარში არის ჩამუდებული და ჩამარხული და შენახული ის ცოდნა და ის დიდი გამოცდილება, რაც თითოეულ ჩვენგანს გვჭირდება. გვჭირდება, იმიტომ რომ გავიაზროთ ვინ ვართ, რა ვართ, რა ვიყავით და რა უნდა ვიყოთ მომავალში. ანუ უნდა უსწოროთ, ფეხი უნდა უსწოროთ, ესე იგი ჩვენ იმას აქვე მაგას ჩვენს წარსულის გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ მომავლისკენ. თუ გვინდა გადავადგა სწორი ნაბიჯები, თუ გვინდა გადავადგა და გვინდა გადავადგა ჩვენი იდენტობით გავაგზავნოთ გზა, იმიტომ რომ ჩვენ საკმაოდ ძველი ერი ვართ და ღმერთმა უქნასო, ესე იგი გადაშენება გვეწეროს, ჩვენ ვართ უძველესი ერი, რომელიც ყველაზე უფრო ძველი ჯერჯერობით რაც ხელთ გვაქვს, რაც არქეოლოგიური გათხრებით და არქეოლოგიური მიღწევებით ხელთ გვიჭირავს, ეს არის 8000 წლის წინანდელი ქვევრი, სადაც ესე იგი ჩვენი წინაპრები ღვინოს აყენებდნენ. უფრო ძველი არის კიდე 14000 წლის წინანდელი, აგერ იმერეთში ჭიათურის ერთ-ერთ გამოქვაბულში ნაპოვნი ბოჭკოვანი რაღაც წარმონაქმნი აბრეშუმის ძაფი, ასე ვთქვათ რა, ძალიან ცოტა ესე რო ვთქვათ, ძაფი, რომელსაც საკმაოდ დიდი, ანუ 14000 წლის ისტორია გააჩნია, წარმომავლობა გააჩნია და ასევე ჩვენ ვართ ის ხალხი ვართ, ვინც ესე იგი მსოფლიო კაცობრიობის ცივილიზაციის სადავეებთან იდგა. ამიტომ ჩვენ დღეს ცოტა გადახვას გავაკეთებთ. ჩვენი გვარებს, რა თქმა უნდა, ორი გვარი მაქვს დღეს მოძებნებული და ორივე გვარს წარმოგიდგენთ, რა თქმა უნდა. მაგრამ სანამ გვარებს შევეხები, მანამდე დღევანდელი სიტუაცია რაც არის საქართველოში მინდა შევეხო. მე მეჩვენა საერთოდ ამ თემაზე არ ველაპარაკა. მე ისტორიკოსი გახლავართ და არა მარტო ისტორიკოსი, ვინც მიცნობს და ვინც იცის ჩემი საქმიანობა, მე სხვა საქმითაც ვარ დაკავებული და ჩემი ძირითადი საქმიანობა, საერთოდ უწყინარი საქმიანობა, ასე ვთქვათ, მე ვქნი პროდუქციას ვქნი და ამ პროდუქციას გავწვით თითოეულ თქვენგანს და სულ არ მინდა მე აი ეს თუ ეს ორი სფერო დამრჩება, მე დავუშვათ ის რასაც ვაკეთებ, ჩემი ძირითადი საქმიანობა არის, ანუ კვების ეწოლობაში მე რასაც ვქნი მე და ჩემი წარმოება, ჩემი კომპანია, ჩემს მეგობრებთან ერთად და ის რასაც მე ვქნი გვარების ხრივ, აი ეს ორი რაღაცა თუ მექნება, მე მეტი სხვა არაფერი არ მინდა, მე
ჩავთვლი რომ ჩემი დასადები აგური ამ ქვეყნის აღშენებაში დავდები. ეს უბრალოდ სხვა რაღაცა მაწუხებს და სხვა რაღაცა მტკივა. მტკივა საქართველოს მტკივა და ის სიტუაცია მტკივა რა სიტუაციას დღეს არის საქართველოში რამ გაგვაცივა ალბათ ჩვენ ისტორიიდან გამომდინარე ეს ასეთი სიტუაცია პირველი არ არის და ღმერთთან უქნას ბოლო იყოს და ამის შემდეგ აღარ იყოს ესეთ რაღაცა მაგრამ ალბათ ჩვენ ეგეთი ხალხი ვართ ალბათ ჩვენი მენტალობაც ასე ჩამოგვიყალიბდა რომ ესე იგი მე ვერავის ვერ დავწამებ რომ ნებისმიერ მხარეს ეხა რომელიც ორი მხარეა ეხლა საქართველოში არის პოზიცია არის ოპოზიცია მე მინდა დავიჯერო რომ ორივეს უყვარს საქართველო მინდა მჯეროდეს ეს და სიყვარულით მოდის ეს ყველაფერი ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც მაგრამ არის რაღაცა რომელსაც არ უნდა გადავაყოლოთ ჩვენი შეხედულებები მე პირადად აი თუ თვალს ადევნებ ჩემს პოსტებს Facebook-ზე და ნებისმიერ ჩემს გადაცემებს ვინც უყურებს ალბათ მიხვდება რომ მე არასოდეს არავის არ ვლანძღავ არასოდეს არავის არ ვაკრიტიკებ არასოდეს არავის არ მოუწოდებ დაუშვათ რაღაცისკენ იმიტომ რომ ეს არ არის სწორი არ არის იმიტომ რომ ადამიანი არის პიროვნება ადამიანი პირველ რიგში და ყველა პიროვნებას გააჩნია თავის საკუთარი აზრი მე რა უფლება მაქვს რომ ადამიანს მივცე შენიშვნა მივცე იმას ასე სწამს სხვას ისე სწამს მე შეიძლება არ ვიზიარებდე შენს აზრს არ ვიზიარებდე მაგრამ პატივცემდე შენს აზრს და ეს შენი დამოუკიდებელი აზრია მაგრამ ამან არ უნდა მოგიყვანოს ქვეყნის კატასტროფამდე არ უნდა მოგიყვანოს არ უნდა დაგვაშლევინოს ეს ქვეყანა და არ უნდა დაგვანგრევინოს ეს ქვეყანა დღეს სამწუხაროდ რა ვიცი ისეთი ტენდენცია არის რა ვიცი ღმერთმაქნას რომ ორივე მხარეს უყვარდეთ მე მჯერა რომ ორივე მხარეს უყვარს თავისებურად უყვარს ეს ქვეყანა თავისებურად უნდა რომ ესე იგი რაღაცა უკეთესობისკენ შეიცვალოს ყველაფერი მაგრამ ხანდახან არ გამოდის ასე არ შეიძლება მე ადრეს თქვი მე ვიღებდი მონაწილეობას არჩევნებში ქართულთა ერთობის ეგიდით ქართულთა ერთობის სახელით უპარტიო წარმომადგენელი ვიყავი და ჩვენი დევიზი იყო გვიყვარდეს ერთმანეთი ამაზე დიდი სიტყვა და ამაზე დიდი გრძნობა მე მგონი არ არსებობს ქვეყანაზე ვიდრე ერთმანეთი გვიყვარდეს სულ მაგას ვიმეორებ და კიდე გავიმეორებ რომ ესე იგი გრევით და სიძულვილით აშენებული ქვეყანა დედამიწას არ ახსოვს ქვეყანას აშენებს სიყვარულით უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა სიყვარულით უნდა მიუძღეთ ყველაფერს უნდა დავიწყოთ რაღაცა წყენები რაღაც შეხედულებები რაღაცა აი რაღაც სისულელეები რა მთავარია ერთადერთი უპირველესი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს საქართველოს უნდა იყოს და ქართველი ხალხი უნდა იყოს და ჩვენი სამშობლო უნდა იყოს ჩვენი სამშობლო მთები ზღვები დინარები და მიწები არ არის მარტო ჩვენი სამშობლო ის ხალხიცა ვისაც აი ამ ტერიტორიაზე ათეულობით საუკუნეების განმავლობაში და ასეულობით საუკუნეების განმავლობაში უცხოვრია ანუ ის ხალხიც უნდა გვიყვარდეს ამ მთებსთან და ზღვებთან და დინარებთან ერთად თუ ეს არ გვიყვარს არაფერი არ გამოგვივა დამიჯერეთ ხალხო რა არ შეიძლება როგორ შეიძლება დღეს ისეთ რაღაცებს ხედავ ისეთ რაღაცებს ვისმენ გული მტკივა აი ალრად გეუბნებით რა მტკივა გული იმიტომ მტკივა რომ ესე იგი როგორ შეიძლება ქართველს რაღაცა ესროლოს რაღაცა დაუზიანოს დაუშავოს ხო შეიძლება სიყვარულით ვაკეთო თუ მეც მიყვარს ეს ქვეყანა და შენს გიყვარს არა აქვს მნიშვნელობა ბარიკადის რომელ მხარეს გევარ ორივე მხარეს მიმართავ მე დღეს მე არც ერთ მხარეს არა ვარ დღეს მე ვარ რაღაცა ბარიკადის თავზე გევარ რომელიც კარგად ხედავ იქით ამ მხარესაც და აქეთ ამ მხარესაც კარგად ხედავ ამათ
რაღაც ჩადენილ ცოლ და დანაშაულებს და იმათისაც ვხედავ რა და ბიჭო დავждეთ მოვილაპარაკოთ ერთხელ და სამუდამოდ შევთანხმდეთ იმაზე რომ ერთმანეთს არ დავუპირისპირდეთ გვიყვარდეს ერთმანეთი აი ოთარ ჭელაძეს არაჩვეულებრივი სიტყვებით მინდა გამოვხატო ჩემი შინაგანი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ რა ქართველი ხალხი კი არ არის ბნელი არამედ ბნელი უვიცი ხარბი და სულ გაყიდული პიროვნებები ამოატიტივად რომ ცხოვრების ზედაპირზე რატომღაც ისინი მართავენ ჩვენს ბედს და ჩვენი დანაშაული ამის მოთენაა მხოლოდ და მართლა მასია ეს ვინ არის მართალი ვინ არის მტკვარი ძალიან ძნელი გასარჩევია მე ერთი ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი გულანთებული პატრიოტი არის ბარიკადის ერთ მხარეს და არის ბარიკადის მეორე მხარეს ძალიან ბევრი ადამიანი შეცდომილი არის ამ მხარეს და არის ამ მხარეს მე მინდა მე ვიმკითხავს მაგრამ მაინც მინდა შერიგებისკენ მოუწოდო ყველას ახალი წელი მოდის ჩვენი ახალგაზრდების და ბავშვების უპირველესად ბავშვების დიდი დღესასწაული მოდის და აი ეს არ იგზნობა დღეს ეს სადღესასწაულო ბავშვებს რა გრინჩი ვართ ვაპარავთ ბავშვებს ახალ წელს ვაპარავთ ბავშვებს როგორ შეიძლება დღეს გულისკევილით მინდა აღნიშნო ის ფაქტი რომ გიორგი კუხალიშვილი რომელიც არის გულანთებული პატრიოტია თავის ქვეყნის უსაზღრო და ესე იგი ძალიან მოსიყვარული ადამიანი რომელსაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა კაცია რომელსაც მრავალშვილიანი მამაა და რომელსაც ძალიან ბევრი კარგი საქმეა გაკეთებული დღეს პატიმარია წინასწარ დაკავების იზოლატორში არის და რისი გულისთვის რომ საქართველოს სიყვარულის გულისთვის მე მინდა მეორე მხარეც ბარიკადის მეორე მხარეს რომელიც ვიღაცა არაკაცმა რაღაც პეტარდი გაუშვა და მოხვდა ადამიანს რომელიც დაზიანდა იმასაც უყვარს ქვეყანა იმასაც უყვარს თავის საქმე და ისიც თავის ქვეყანას იცავს როგორ გავარჩიოთ აქ ჩვენ ვინაა მართალი ვინ არის მტყვანი ალბათ ყველა მტყვი ვართ ალბათ არც ერთი მხარე არ ვართ მართალი იმიტომ არ ვართ მართალი რომ ერთმანეთის არ გვესმის სამწუხაროდ ერთმანეთს არ უსმენთ და ერთმანეთი გადავაყოლეთ რაღაცას გადავაყოლეთ ჩვენი ქვეყნის სიყვარული გადავაყოლეთ და კერად ამბიციებს გადავაყოლეთ მე არ მაქვს მე ორივე მხარეს მიმართავ რა ორივე მხარე არის ამბიციური ალბათ და ორივე მხარეს მაინც მე უნდა ავაშენო ეს ქვეყანა და მაინც არა მე შეკი არა მე უნდა ავაშენო ბიჭო ორივე ააშენეთ კაცო მე ორივეს დაგიკრავთ ტაშს მივესალმებით თქვენს გაერთიანებას და იმ ცდელობას რომ ორივე მხარე ერთად აშენოს ეს ქვეყანა დღეს გამოდიან და ეკლესიას ლანძღავენ დლებს ლანძღავენ ბიჭო ეს ქვეყანა დღეს რო ვართ ქართულად რო ლაპარაკობ და ქართულად რო უყურეთ ამ ყველაფერს და ქართულად რო ინდაც ლანძღავთ ერთმანეთს ეს იმ ეკლესიის და იმ საწუნოების უდიდესი დამსახურებაა დღეს გამოდიან და ვამბობთ რომ ესე იგი რუსული რელიგიაო როგორაა რუსული რელიგია ემას ლაპარაკობს ის გაუნათლებელი და უვიცი ადამიანი რომელმაც არ იცის საერთოდ რა არის რუსული რელიგია და რა არის საერთოდ რელიგია ჩვენ გვაქვს 1700 წლის რელიგია გვაქვს რომელიც ოფიციალურად ისე 2000 წლის არის ჩვენი რელიგია მაგრამ 1700 წელი არის ოფიციალურად რაც ესე იგი ვაღიარეთ ქრისტიანობა რუსებს გაცილებით ნაკლები აქვს ამაზე დღეს აი რუსულიო რო ვიძახით სოფლიოში ყველაზე ათეისტური ქვეყანა არის რუსეთის მოსახლეობის 80% არის ათეისტი მხოლოდ 20%-ია ქრისტიანი დარჩენილი 80% არის ათეისტი თქვენ არ გახსოვთ ეთყობა ან არ იცით რომ არ გინდათ რომ იცოდეთ რომ 20 წლებში იგივე პროცესები
მიმდინარეობდა რა პროცესების დღეს არის. იგივე ომი გამოუცხადეს მაშინ ქრისტიანობას და იგივე ისეთივე მეთოდებით ებრძოდნენ. პეტრე პირველმა ჯერ კიდევ პეტრე პირველმა გააუქმა მართლმადიდებლური ესე იგი ისა რა ქვია ეკლესიის ისა რა ქვია მაგას მაპატიეთ ახლა დაბნეული ვარ და გაბრაზებული ვარ თან საპატრიარქო გააუქმა საერთოდ და გაერთიანა ყველა რელიგია გაერთიანა და სინოდალური კანტორას ჩააბარა ეს ყველაფერი და ობორ პროკურორი მართავდა ამ ყველაფერს და 1942 წლამდე რუსებს საერთოდ არ ჰქონდათ ესე იგი საპატრიარქო არ ჰქონდათ საერთოდ და იყვნენ ძალიან ათეისტები იყვნენ და თქვენ ეს კარგად იცით ვისაც ისტორია ახსოვს და ვისაც ისტორია წაუკითხავს და ეს მოყვა დღესაც გრძელდება ესეთ რაღაცები და რუსეთი ყველაზე არა რელიგიური ქვეყანაა მსოფლიოში და ყველაზე ათეისტური ქვეყანაა შენ რომ მაბრალებ მე ესე იგი რუსეთუმეობას რელიგიიდან გამომდინარე ლოგიკა სად არის კაცო ეს არ არის სწორი იმიტომ რომ ამაზე შეიძლება მე თვითონ პირადად მე მიშდება პროტესტი დანარჩენი ნამდვილად არ მინდა რუსეთი მე ერთ-ერთი მე წინა გადაცემაში ვთქვი ერთადერთი ადამიანი ვარ შეიძლება საქართველოში რომელსაც საქართველოს ფარგლები არასოდეს არ დაუტოვებია რუსეთის ტერიტორიაზე ფეხი არ დამედგამს არასოდეს იმიტომ რომ არასოდეს არ ვეთანხმებოდი იმ პოლიტიკას რასაც რუსები ატარებს დღესაც არ მინდა ჩემი ქვეყანა რუსეთის ქვეშ იყოს და რუსეთის ფარგლების ქვეშ იყოს იმიტომ რომ რუსებმა მე ძალიან დიდი ტრამა მომაყენეს და ძალიან დიდი გასაცდელის წინაშე დამაყენეს იმიტომ რომ ჩემი მენტალიტეტი შეცვალეს მე-19 საუკუნეში რაც რუსები შემოვიდნენ საქართველოში მე შემდეგ ქართველი ხალხის მენტალიტეტი შეიცვალა საერთოდ და წავიდა ძალიან სხვაგან წავიდა იმიტომ რომ რუსებმა თავიანთი წესშეულებები და თავიანთი მენტალობა მოგვახვიეს თავს და ჩვენ როგორც ძალიან ამყოლი ხალხი როგორც ჩანს ავყევით ამ ყველაფერს და დღეს ვიმკით ამას უყველაფერს დღეს ვიმკით ამიტომ მე რუსეთის მომხრე არასოდეს არ ვიყავი და არც ვიქნები არასოდეს ევროპაში შესვლა გვინდა გააჩნია ევროპა ჩვენ ევროპელები ისედაც ვიყავით 3700 წლის წინ და 4000 წლის წინ როცა არგონავტები და მოყოლებული ჩვენ ევროპის ნაწილი ვიყავით ყოველთვის ჩვენიდან დაიწყო ევროპული ცივილიზაცია ამის უდიდესი მაგალითი ჩვენ გვაქვს აი დიონისე არეოპაგელი ცრუ დიონისე არეოპაგელი რომელიც შემდეგ მეცნიერების დასკვნის და მეცნიერების მტკიცებულებებით ეს არის პეტრე იბერი ანუ პეტრე იბერი ანუ ჩხილებში დიონისე არეოპაგელმა სამუძველი დაუდო ევროპულ რენესანსს და ცივილიზაციას ასე რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით ევროპელები და დავჩებით ამ ევროპელებად მე ერთი ლექსით მინდა პოლიტიკაზე აღარ გელაპარაკებით საერთოდ არასოდეს უბრალოდ მინდა რომ გიზო ნიშნიანიძეს ლექსით ეს დავამთავრო პოლიტიკაზე ლაპარაკი ქართლის დედას თუ ჩააცმევთ ძაძებს ქვათა სროლის დროა ქვითინებენ ქვებიც ჩემი დამარცხებით შენ ვერ გაიმარჯვებ შენი გამარჯვებით მე არ დავმარცხდები ეს გვახსოვდეს ყოველთვის რომ ჩვენ ერთმანეთს თუ გავუპირისპირდებით გამარჯვებული მხარე არ ვიქნები ორივე წაგებულები ვიქნები და ღმერთთან უქნას ჩვენი წაგება ჩვენ უნდა ვიყოთ სულ გამარჯვებულები და სულ უნდა ვიყოთ ჩვენ საკუთარ თავს უნდა ვაჯობოთ ვაპატიეთ ამისთანავ გადახვევისთვის მე არ მიყვარს საერთოდ პოლიტიკაზე ლაპარაკი ვერიდები ყოველთვის პოლიტიკას მაგრამ ხანდახან ამის გარეშეც არ შეიძლება ეხლა რა შეიძლება ჩვენს ძირითად საქმიანობას დაუბრუნდეთ ისევ გვარებს და მე მინდა დღეს ორი გვარი მაქვს მომზადებული არის ესე იგი ჯერ მინდა არდაზიანების მოგწერა ესე იგი არდაზიანება მოგწერეს და მოგწერეს სიჭინავებმა და ამ ორ გვარზე მინდა ესე იგი შევაჩეროთ ჩემი დღევანდელი გადაცემა და თქვენი ყურადღება მინდა მივაყო ამ ორ გვარს
მინდა პირველ რიგში არდაზიანებზე გესაუბროთ. ეს არდაზიანი საერთოდ ისტორიაში, ისტორიოგრაფიაში ცნობილია როგორც არდაზიანდიშვილი და არდაზიანიშვილი. ანუ ეს ერთდაიგივე გვარია, όπως სხვა მითი რა ქვია ფორმაცი და ფორმირებით და ჩვენი აზრით არის ეპონიმური გვარსახელია, განეკუთვნება ესე იგი ეპონიმურ გვარსახელებს და არდაზა მოიხსენება ეგეთი სახელი არდაზა მოიხსენება 1612 წლის ერთ-ერთ სამუთში კაკალიში მცხოვრები არდაზა თეიმურაზ მეფემ შესწირა ალავერცო ასეთი 1621 წლის სამუთია. ყველაზე ძველი ისტორიული წყარო რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ამ გვარის შესახებ არის 1523 წლის ერთ-ერთი სამუთი ბარდაშვილების გაყრის წიგნი. გერმანოზას და მის ძმებს თაყას და გოსტაშავს ერგოთ აზნაურიშვილი არდაზიშვილები, ანუ არდაზიანები. ესე იგი 1523 წელს უკვე ეს გვარი აზნაურის ტიტულს ატარებდა და აზნაურები იყვნენ და იმდენად ძლიერი აზნაურები იყვნენ, რომ ესე იგი აგერ მეორე სამუთში 1634 წლის თანხმობის წიგნში როსტომ მეფის მიერ მერაბ ყორღანაშვილისადმი მოხსენებულია არდაზიანი, რომელსაც ეკუთვნოდა სოფლები შავნი, ფოცხისი და მოქრისი. ანუ ესე იგი სოფლების მფლობელი აზნაურები იყვნენ, ესე იგი წამოიდგინეთ რა ძლიერი გვარი იყო, რომ ესე იგი სოფლებს სამოდენიმე სოფელს ახლა აქედან გამომდინარე სამი სოფლის მფლობელები იყვნენ. 1635 წელს არდაზიშვილები ადაშვილი გიორგი ჰყავს მამა პაპონა და ძმა შიოში. ისინი ლალა ფაშას დროს ლისიდან აყრილან და ხიზნად მისვლან შავნში. 1770 წელს არდაზიანდი ილარიონი მოწმედ არის დასახელებული. 1651 წელს როსტომ მეფემ ფარეშტუხუცეს პატა ჯავახიშვილს განუახლა წოზორეთს მისივე მკვიდრი მამულის წყალობა არდაზიშვილისაგან ნასკით მამულთან ერთად. ესე იგი 1650 წლამდე ესე იგი წოდორეთში რაღაც მამულებს ფროდნენ არდაზიშვილები. შემდეგ არის კიდე ერთ-ერთი სამუთი 1700 წელს არდაზიანი ერთ-ერთ სამუთში მოწმედ არის დასახელებული. ესე იგი როგორც ჩანს ეს გვარი არის ძალიან ცნობილი და ძალიან ესე იგი ისტორიულ ამ იმაში რა ქვია იმაში ძალიან დიდ როლს ასრულებდნენ. და მე მინდა გითხრათ რომ ესე იგი ამ ხალხს ამ ადამიანებს ამ გვარის წარმოადგენს გვარი პიროვნებებისგან შედგება რა თქმა უნდა და პიროვნებები ქმნიან საერთოდ ისტორიას და აი ამ გვარიდან ძალიან ბევრი ადამიანი არის ისეთი რომელმაც ისტორია შექმნეს თავისი შემოქმედებით, თავისი მოღვაწეობით და თავისი იმ ქმედებებით, რაც მათ ჩაიდინეს ამა თუ ისტორიის რაღაც გარკვეულ მონაკვეთში. ასეთი უდიდესი ადამიანი ამ გვარისა მე მინდა უპირველესად გამოყო ლავრენტი არდაზიანი, რომელიც 1815 წელს დაიბადა თბილისში დეკანოს პეტრე არდაზიანის ოჯახში, რომელიც სასულიერო კლასის სასულიერო წოდების წარმომადგენელი იყო, ანუ მისი მამაც დეკანოზი იყო. ესე იგი ეს იყო წინაპრებიც, ესე იგი წერლები ყავდათ, ესე იგი ვარდში ცხოვრობდნენ და პეტრე არდაზიანის პაპა თურქებს ტყვედ ჩავარნია და უცხობაში გარდაცვლილა. მამა ლეკებთან ბრძოლაში დაღუპულა, თავად პეტრე კი სპარსელებს გადარჩენილი კავთისყრის შეუფარებია მეტროპოლის ვარლამს, რომელიც ნიჭიერი ახალგაზრდის კომაგობით იყო ცნობილი. და ესე იგი შემდეგ რა ქნა და როგორი მიმართულება და მიმდინარეობა გააკეთა საერთოდ ესე იგი ლიტერატურაში ეს ყველასათვის ცნობილია. ძალიან ბევრი ამ გვარიდან ძალიან ბევრი ადამიანი იყო ღვთისმსახური. მე რამოდენიმე ადამიანს აგერ მოიყვან ნიკოლოზ არდაზიანი 1860 წელს კალოუბანი თბილისის წმინდა სამების სახელობის ეკლესიაში მოღვაწეობდა. არდაზიანი პეტრე, რომელიც 1820 წელს თბილისის აჩისხადის ეკლესიაში მოღვაწეობდა და 1840 წელს 50 წელს ქაშვეთში თბილისის წმინდა გიორგის ეკლესიაში მოღვაწეობდა. არდაზიანი მღვდელი თბილისის სამების
ეკლესიის ესე იგი განახლების მდელ ადაზიანის მიერ განაახლა ესე იგი ეს ეკლესია და ნიკოლოზ ადაზიანი ესე იგი დეკანოზის ოჯახში ეს უკვე გელაპარაკეთ ამის გარდა ესე იგი ადაზიანებს ყავდათ ძალიან ბევრი სამხედრო პირი ყავდათ გენერალი ყავდათ ერთი გენერალი ადაზიანი დავითი რომელიც იყო ესე იგი 151 ფეხოსანი პიადეგორსკის პოლკის გენერალ-მაიორი იყო და რომელსაც ოქროს იარაღი ჰქონდა თვითონ ესე იგი ნიკოლოზ მეორესგან მიღებული. ამავე დროს ესე იგი ამ გვარში ორი ქალბატონი პირველ მსოფლიო ომში იღებდა მონაწილეობას, ეს იყო ადაზიანი ოლღა, რომელსაც ჰქონდა მედალი მიღებული ესე იგი მამაცობისთვის და ადაზიანი მარიამი. ეს ორი ადამიანი იყვნენ ესე იგი ქალბატონები, რომლებიც ამ გვარის წარმომადგენლები იყვნენ და რომლებსაც მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული ესე იგი პირველ მსოფლიო ომში. ამის გარდა ესე იგი რამოდენიმე ადამიანი გრიგოლი დაუშვათ გრიგოლი, რომელსაც გრიგოლი იყო ესე იგი პოლკოვნიკი იყო, რომელსაც მიღებული ჰქონდა წმინდა ვლადიმერის მეოთხე ხარისხის ორდენი და ამავე დროს წმინდა ანას მეოთხე ხარისხის ორდენი და ჰქონდა ესე იგი ოქროს იარაღი ჰქონდა მიღებული ადაზიანი ევგენი ესე იგი წმინდა ვლადიმერის მეოთხე ხარისხის ორდენის ის იყო რა ქვია კავალერი იყო და იყო ამავე დროს წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენის კავალერი ადაზიანი კონსტანტინე წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენი ჰქონდა მიღებული ზაქარია ადაზიანი რომელსაც წმინდა სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენი ჰქონდა მიღებული და ადაზიანი დიმიტრი წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენი ჰქონდა მიღებული წმინდა კონსტანტინე ესე იგი გორბოცა სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენი ჰქონდა მიღებული ასე რომ ეს გვარი საკმაოდ ცნობილი და ძალიან საკმაოდ ძველი გვარია რომლის ისტორია რაღაც მე-16 საუკუნიდან იწყება და რომლებმაც თავისი წილი აგური დადეს ამ ქვეყნის აღშენებლობაში. მეორე გვარი, რომელიც მე მინდა დღეს წარმოგიდგინოთ, არის სიჭინავების გვარია. ეს არის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული გვარია სამეგრელოში 1995 წლის მონაცემებით მთელ საქართველოში 6100-ზე მეტი სიჭინავა ცხოვრობდა. სამეგრელოს მასშტაბით მე-7 ადგილი უჭირავს ამ გვარს, რაოდენობით გვარის სამკვიდროს წარმოადგენს რესიჭინეს თემი, სადაც ამჟამად მოსახლეობს სიჭინავების 432 სული ცხოვრობს. აი ამ ეს გვარიც საკმაოდ ცნობილი გვარია თავისი როგორც წარმომავლობით, ასევე გვარში გადმოცემებიც აქვს, ეგეთი გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, რომელიც ძალიან კარგად აქვს გივი ელიავას თავის ესე იგი ჭყოროწყუს ტოპონიმიკაში გადმოცემული და ეს გვარი ესე იგი ჭიჭინაძეებისგან მოდისო, ესე იგი თვითონ გვარში შემორჩენილი გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად ეს გვარი და ჭიჭინაძეები, სხვა შორის ჭიჭინაძეები დღესაც ცხოვრობენ ლესიჭინეში და შეიძლება რაღაცა სიმართლის მართვალი და სიმართლის ნაბაჭყალიც კი იყოს ამ ყველაფერში ამ გადმოცემასთან დაკავშირებით. ესე იგი ეს გვარი პირველი ისტორიული ცნობა ამ გვარის შესახებ 1621 წელს შედგენილ ერთ-ერთ საბუთიდან გებულობთ, რომ საქუჩელოების ცხოვრები გვეგვე და კოჩიორე სიჭინავები ყოფილა საეკლესიო გლეხები ყოფილან. 1699 წელს მამია დადიანის შეწირულობის წიგნში მოხსენებულია ხოსია სიჭინავა. 1696-1715 წლების ერთ-ერთ საბუთში მოხსენებულია კოჩიორე სიჭინავა, ჩვენ უკვე აღვნიშნეთ 1621 წლის საბუთით კოჩიორე სიჭინავა მისი გლეხი აქ მინდა მიექციოთ იმაცალა ცხადაია სათლის ბეგარის გადამხდელები არიან. ეხლა აქ რა მინდა რომ თქვა, ესე იგი 1621 წელს საეკლესიო გლეხების ნუსხაში არიან მოხსენებული, მაგრამ ეს რატომაც არ ამგონია, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს ეშლება ყმა ეშლება გლეხში.
ყმა სხვა განმარტებაა და გლეხი არის სხვა განმარტება. იქ რო წერია ყმად შესწირა, ეს არ ნიშნავს, რომ ესე იგი ეს იყო გლეხი იყო. მე მინდა ამას მივაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ეშლება ესა და ძალიან ბევრს მეცნიერსაც ეშლება ეს ძალიან ბევრს, იმიტომ რომ ყურადღებას არ აქცევენ ეგეთ ნიუანსებს და ამის გარეშე ისტორიის შესწავლა არის შეუძლებელი. თუ არ გაანალიზე თითოეული ქმედება და თითოეული სიტყვა თუ არ ჩაუკვირდი, შეიძლება ცრუ და არასწორ რაღაც შედეგამდე მიგიყვანოს ამ ყველაფერმა. 1621 წლის საბუთით თუ ესე იგი საეკლესიო გლეხებად იყვნენ დასახელებული, აგერ 1696 წლის საბუთით ირკვევა, რომ ესე იგი გლეხები ყავდათ. საეკლესიო გლეხს როგორ შეიძლება გლეხი ყავდეს, ხო? ეს არის დაუშვებელია. შეიძლება მსახური ყოფილიყო და მსახური შეიძლება ყოლოდა ესეც იშვიათი გამონაკლისი იყო და ძირითადად აზნაურთა ფენას ყავდა გლეხები და აზნაურთა ფენა ფლობდა ესე იგი გლეხებს. აქედან გამომდინარე ის შეფასება, რომ ესე იგი 1621 წელს კოჩიორე სიჭინავა იყო ესე იგი საეკლესიო გლეხი, მე არ ამგონია რომ იყო სწორი. ანუ კოჩიორე სიჭინავა საეკლესიო აზნაური იყო, რომელსაც თავისი გლეხები ყავდა. შემდეგ საბუთებში ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე ორი კომლი გლეხი ყავდა ამ გვარის წარმომადგენლებს. მე შემდეგ წავიკითხავთ ამას და მიხვდებით, ყველა 1706 წლის სიგელში მოხსენებულია ხოსია სიჭინავა. 1712 წლის გარიგების წიგნში გრიგოლ კათოლიკოსმა ხოსია სიჭინავას დაადო ბეგარა ხუთი ლოღარიკონის სანთელი. ესეც ნიშანდობლივია, მე ამას არ ვამტკიცებ, მაგრამ ძალიან დიდი ეჭვი მაქვს იმისა, რომ როცა ადამიანი ოჯახი, ანუ სული, ანუ კომლი გათავისუფლებული იყო ყველანაირი გადასახადებისაგან და მხოლოდ საეკლესიო გადასახადს, ანუ სანთლის ბეგარას იხდიდა, მე რაც საბუთები მინახია და რაც საბუთებში ესე იგი დაკვირვები ვარ, ესენი ყველანი იყვნენ საეკლესიო აზნაურები იყვნენ და საეკლესიო აზნაურის სახელოს ფლობდნენ. 1712 წლის გარიგების წიგნში გრიგოლ კათოლიკოსმა ხოცია ჭიჭინავას დახვა გითხარით 1733 წელს ბიჭვინთის საბუთებში მოხსენებულია კოჩიორე სიჭინავა. როგორც ორი კოვლის გლეხის ფლობელი, როგორც ჩანს კოჩიორე ამ გვარში საგვარეულო სახელად შეიძლება რომ ესე იგი მივიჩნიოთ, იმიტომ რომ 1721-დან 1733 წლამდე საუკუნეზე მეტია გასული და რამოდენიმეჯერ მეორდება ეს სახელი კოჩიორე. ხო და ყველგან ესე იგი მოხსენებულები არიან აზნაურებად მიმაჩნია მე ეს, იმიტომ რომ აქაც იგივეს იმეორებს საბუთები, რომელიც ჩვენ ნახეთ, რომ ორი კომლი გლეხის ფლობელები იყვნენ. ესე იგი ეს გვარი ამოსულია გლეხთა კატეგორიუდან, ან 1621 წლიდან უკვე ჩანან საეკლესიო აზნაურება და 1733 წლის საბუთით უკვე ეს ნათლად ჩანს, რომ ესე იგი ორი კომლის გლეხის ფლობელი იყო, ორი კომლი გლეხის ფლობელი. გლეხი არ შეიძლება რომ ყოფილიყო. 1877 წლის არქივის იმაზე, რა ქვია, არქივის საბუთებში ვეძებდით ამ გვარის წარმომადგენლებს და ვიპოვეთ ბასა ქაიხოსოზე სიჭინავა ვაჭარი, რომელსაც საკმაოდ დიდი ქონება ჰქონდა და საბუთებში მოხსენებულია მისი შვილის დაბადება, სამსონის დაბადება, რომელსაც ესე იგი მეტრიკულ ჩანაწერებში მოვაგელეთ. ეს არის 1877 წლის საბუთია. 1861 წლის ერთ-ერთი საბუთით სიჭინავა დავითი დასახელებულია მეფსალმუნეთ პრიჩეტნიკად ჯიხაშკარის მთავარანგელოზის ეკლესიაში. 1899 წლის 25 სექტემბერს სიჭინავების გვარი ცნეს შთამომავლობით აზნაურებად და შეიტანეს ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა წიგნის პირველ ნაწილში. ანუ ესე იგი დაუმტკიცეს აზნაურობა და
უკვე პირველ ნაწილი ნიშნავდა იმას, რომ ესე იგი ეს იყო შთამომავლებითი აზნაური, რომელსაც 100 წლის წინ ჰქონდა მიღებული აზნაურობა, ამას ნიშნავდა პირველი წიგნი. და ამიტომ ესე იგი ეს გვარი მე მიმაჩნია, არის საეკლესიო აზნაურება მიმაჩნია, ამიტომ რომ გლეხები ყავდნენ მხოლოდ სათის ბეგარას იხდიდნენ საერთოდ და აქედან გამომდინარე ეს გვარი შეიძლება ვიღაცამ გამიპროტესტოს ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არის ჩემი სუბიექტური აზრია, მე არავის არ ვახვევ ამას, ეს არის კიდე შემდეგი კვლევა-ძიების საგანია და ჩემი აზრით, ეს არის ჩემი აზრი, რომელსაც ესე იგი მე შემიძლია ამას სამუთებად ის და დამამტკიცებელ არგუმენტებად ის სამუთები მოვიყვანო, რომელიც ახლა დღეს თქვენ წარმოგიდგინეთ. ასე რომ ეს ორი გვარიც განვიხილეთ და რა ვიცი, აბა რატომღაც ეს რასთანაა დაკავშირებული, არ ვიცი, იმიტომ რომ ცოტა შენელდა ჩვენი გადაცემის მიმართ ინტერესი შენელდა და ეს ალბათ ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ გარეთ ძალიან ცუდი მოვლენებია და ჩემთვის და ჩემი გადაცემისთვის არავის არ ცხელა, თუმცა ისტორია უნდა ვიცოდეთ და ისტორიაზე დაფუძნებული თუ ისტორია არ ვიცით და თუ ისტორიას არ კარგად არ ის ნიუანსები არ ვიცით, ხო? მე იმიტომ ყველა გადაცემაში ვამბობ რა, იქ უნდა ვეძებოთ მომავლის გასაღები, იმიტომ რომ იმის გარეშე, ისტორიის ცოდნის გარეშე შენ მომავალში ძალიან ცუდ ადგილზე მოხვდები, იმ ადგილზე მოხვდები, სადაც არ უნდა მოხვდე და არ უნდა იყო. ამიტომ გეუბნებით სულ ყველას რა, ისტორია არის გასაღებია, ისტორია არის გასაღები ჩვენი მომავლის. მოკლედ ეს იყო ყველაფერი ისიც თქვა მინდოდა, შეიძლება არ გამომივიდა ძალიან კარგი ისეთი როგორიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ რა ვიცი, აბა მე რაც თქვი და რაც გელაპარაკეთ, ყველაფერი გულიდან ამოსული იყო, ის რაც მაწუხებს დღეს ის მოგახსენეთ სულ ყველაფერი და მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის და თუ რამე საინტერესო იყო თქვენთვის და თუ რამე გაინტერესებთ კიდევ თქვენი გვარების და თქვენი გვარის ირგვლივ შეგიძლიათ მომწეროთ ჩვენს გადაცემებში და ჩვენ შეძლებს დაგვარად ყველაფერზე გაგცეთ პასუხს. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის. 3000 წელს მეტი გიცხოვრია როგორც ერსა ჩავდღეს მოსრები ვარ